ქართულმა რუსულმა ოცნებამ გასული წლის 26 ოქტომბერს მიიტაცა არჩევნები, მიიტაცა სახელმწიფო. გასული წლის 28 ნოემბერს ქართულმა რუსულმა ოცნებამ, ანუ რუსულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად თქვა მთავარი ან საკვანძო წინადადება ირაკლი კობახიძის პირით. მან თქვა, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო, იცით თქვენ რა ჯოჯოხეთში ვართ, არსებულ ხილულ ჯოჯოხეთში ვართ, იცით თქვენ რა ხდება რუსთაველის გაბზირზე, როგორ აპატიმრებენ ადამიანებს, როგორ უშვებენ მათ ჯერ ადმინისტრაციულ პატიმრობაში, უკვე შემდგომ მათ გაუშვებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებენ, იცით რამდენი პოლის პატიმარი გყავს, რამდენი სინდის პატიმარი გყავს, იცით როგორ გვადურთინა თავი ქართულმა რუსულმა ოცნებამ რუსულ სივრცეში. ეს არ ახალია თქვენთვის, ყოველდღიურად თქვენ კითხულობთ ან ეცნობით არაჩვეულებრივ ტექსტებს, ემოციურ ტექსტებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოება რუსულ ოცნებას, როგორ ვაღწევთ წარმატებას ერთგვარად, ან როგორ მარცხდებით სხვაგვარად, მოდი ასე ვიტყვი. ამასობაში ევროკავშირმა კონკრეტულად კი ეს რომ ვიცოდეთ მაინც ევროკავშირმა გამოაქვეყნა კონკრეტულად კი ევროკავშირის ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წერია და ეს არის უმძიმესი საქართველოსთვის გამოქვეყნებულში დღეს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი ღა აქვს შერჩენილი, ანუ საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამაც უნდა დაასრულოს ოცნება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გაფართოების ახალ ტალღაში მოხვდებით. საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაასრულოს ფიქრი ევროკავშირზე. ეს ყველაფერი გააკეთა, უკვე გააკეთა, ანუ კი არ გააკეთებს მომავალში, არამედ უკვე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და რაც არ უნდა ელაპარაკოს მისმა ბანდიტმა პაპუაშვილმა, რომ აი ევროკავშირი თურმე დასცილდა ევროკავშირს, რომ ბრიუსელი დასცილდა ევროკავშირს, რომ ღირებულებებს ღალატობს ევროკავშირი, რომ ჩვენ რაღაცა ინდექსით დაწინაურებულები ვართ, რომ რაღაცა რეფორმა უკეთა გვაქვს ჩატარებული ვიდრე მონტენეგროს ან უკრაინას ან მოლდოვას ან ალბანეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უკლებლივ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, არის ტყუილი და დიდი ტყუილი და გათვლილი იმაზე, რომ თქვენ, ანუ საზოგადოება დაბოლდეს და ჯერაც ეგონოს, რომ ქართული რუსული ოცნებაა მართალი ამ პროცესში და ვინმე ჩვენ გვებრძვის ასე მაგალითად ან ვინმე ჩვენ გვითრევს ომში. ომში არ ჩავერთეთ და იმიტომ ჩაგრავენო ამას ამბობს ქართული ოცნება მართლაც, თუმცა ეს ანგარიში 10-დან 9 ქვეყანაში პროგრესს უსვამს ხაზს და მხოლოდ ჩვენ ჩაგრავს, ეს არის კითხვა და დანარჩენი აი 8 სახელმწიფოს კი არაფერს შეედავება, არ ჩაგრავს, ასე მაგალითად მოლდოვას, რატომ არ სთხოვს მოლდოვას ომში ჩართვას. უпроსტად მოლდოვა რატომ არის მაინც წინწაწეული ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მასაც ხომ იგივე თან ზუსტად იგივე მოთხოვნებს უყენებდა, მეტნაკლებად ზუსტად იგივე მოთხოვნებს უყენებდა და არც მოლდოვას და არც მონტენეგროს ასე მაგალითად არ სთხოვდა, არც უკრაინას ასაკურველი, არც სხვა სახელმწიფოებს ალბანეთს, ასე მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. არც ერთ სხვა სახელმწიფოში, რომელსაც დაუფიქსირეს პროგრესი და დაუფიქსირეს პროგრესი დასაკვირველია, არ მოუთხოვიათ არც ერთი სხვა სახელმწიფოსთვის და არც ჩვენთვის, ასე მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება, ან რომელია და არც ერთ მათგანს ბუნებრივია არც დაუთმია თავისი ნებით თუ მაინც და მაინც დათმობაზე ელაპარაკი, მოკლედ არ უთქვამს, არ წარმოუთქვამს, რომ ჩვენ თანახმანი ვართ, რომ ერთსქესიანი ქორწინება იყოს ჩვენს სახელმწიფოებშიო. უბრალოდ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის ბანდა სინდიკატი, ამას თქვენ გეუბნებათ, რომ ამას გვეუბნებიანოთ, რომ ასეთი მოთხოვნა არც 9 პუნქტში, არც სხვა რომელიმე მოთხოვნაში წამოსულში ბრიუსელიდან არ ყოფილა, არ არის და არც იქნება. ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი სახელმწიფოსი, რომელიც უკვე ევროკავშირშია და თუ ევროკავშირში მოხვდები და ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ვიღაცის აზრით ეს იქნება კარგი, ვიღაცის აზრით ეს იქნება ცუდი, ქართულ საზოგადოებას გულისხმობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ შენაც თავარია უკვე მოხვედრილი იქნები ევროკავშირში. მოკლედ, არც ომში ჩართვას გთხოვდა არასოდეს ჩვენ და ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებს ევროკავშირი, არც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გთხოვდა, მაგრამ პროპაგანდა ჩართულია და გადახედეთ იმედის ასე მაგალითად საინფორმაციო სოციალურ ვებგვერდს და ნახავთ რა ნიაღვარია რუსული მესიჯებისა, არა მხოლოდ იმედის, არამედ ყველა სახელმწიფო არხის
სოციალური ვებგვერდებიდან აგრეთვე გაგიკვირდებათ და ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი დღეს მაინც, მაგრამ ამბიონებიდან სწორედ დღეს აი ერთს ვახსენებ, მაგალითად მეუფე სპირიდონი გამოვიდა, ეს კაცი, რომელსაც ადამიანის უფლებად და ბავშვთა უფლებების დარღვევაში სერიოზულად ედავებოდნენ და სამართლიანად, ეს კაცი, რომელიც ყოველ მეორე ჯერზე რუსეთს დადებითად ახსენებს, ხოლო დასავლეთს კი უარყოფითად აგინებს პირდაპირ მნიშვნელობით, ისიც კი ახმამაღლა თქვა, რომ აი კიდევ ერთხელ ახმამაღლა თქვა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას გთხოვს ჩვენ ევროკავშირი და ეს ხომ საქართველოს არ იქნებაო, თუ ერთსქესიან ქორწინებას დავაკანონებთო, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, ეს არის ტყუილი და დიდი ტყუილი, რუსული ტყუილი მოფიქრებული FSB-ში, აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, ხო? ასე რომ არავინ არ გვართმევს ჩვენ არც კაცობას, არც ქალობას, აქვე ვიტყვი. აქვე გეტყვით, რაღაცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, ალბანეთით იცით თქვენ რომ არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ალბანეთთან დაკავშირებით ვიდრე გეტყვით, რომ 2028 წელს კი არა 2026 წელს იქნება მზად მონტენეგრო მოლაპარაკებების დასრულებას მოახერხებს. ჩვენ მოლაპარაკებების თავები არ გაგვიხსნია, ჩვენ კანდიდატის ქვეყნის სტატუსიც კი გაგვიყინეს, იმიტომ რომ სამართლიანად ექცევია საქართველოს სამართლიანად ხაზგასმით ვამბობ და ფორმალობაღა არის ჩვენი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მადლობა უნდა ვთქვათ იმისთვის, საერთოდ არ წაგვართვეს, მისი ალბათობაც საკმაოდ მაღალი იყო, ოღონდ შეიძლება წაგვართვან კიდეც პაპუაშვილებისა და ბიძინა ივანიშვილების ხელში, მოკლედ მონტენეგრო 2026 წელს იქნება მზად იმისთვის, რომ შევიდეს ევროკავშირში. ალბანეთი 2027 წელს იქნება მზად იმისთვის, რომ შევიდეს ევროკავშირში. არც ერთ მათგანს, არც მონტენეგროს და არც ალბანეთს ომში ჩართვას ან ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებას თუ დაკანონებას არ სთხოვენ, სქესის შეცვლას, ქალის კაცად და კაცის ქალად გადაკეთებას და ასე შემდეგ და ისე მიდიან ესენი წინ რა, მაინც და მაინც პაპუაშვილის ქალება სჭირდება, ვინმეს მაინც და მაინც რომ ჩვენ წავიდეთ და პაპუაშვილი აი იცავს საკუთარ ერთ ადგილს თუ ორ ადგილს, სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი, ხო, 28 წელს იქნება მზად იქნებიან მზად მოლდოვა და უკრაინა და მაღალი ალბათობით 28 წელს არ ვიცი, მაგრამ 30 წელს კი ნამდვილად იქნება ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა, რომ ვიცოდეთ, მაინც ძალიან გაუჭირდება საქართველოს მომავალ ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ მომავალი ხელისუფლება გვეყოლება ჩვენ და ალბათ მაინც გვეყოლება, ანუ ბიძინა ივანიშვილი უნდა და ალბათ კი არა, ნამდვილად გვეყოლება, აი ხვალ რომ ყავდეს 2025 წლის 5 ნოემბრიდან, აი ამ 5 წლის თუ 3 წლის ამოკაჩვა და იმ დაკარგული ამოკაჩვა უფრო ზუსტი რომ იყო, რომელიც ჩვენ გავანიავეთ იმ დროის ამოკაჩვა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ქართულმა, რუსულმა ოცნებამ ჩაჩეხა ეს ქვეყანა, გარდა ამისა სიძულვილში ჩაჩეხა და ევროკავშირის ბუნებრივი არ ჭირდება, მათ შორის არც სიძულვილით ახსავსე ქვეყანა. მოკლედ ერთმანეთზე უკეთესი სწორი ანალიზები კეთდება ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტები, პოლიტიკური მიმომხილველები, ექსპერტები, დიპლომატები, ყოფილი დიპლომატები, მიმომხილველები, მოკლედ სულ ყველა ამ თემაზე ლაპარაკობს და ერთი მეორეზე სწორს ამბობს. გიგი გიგიაძე ასე მაგალითად კახა გოგოლაშვილზე თუ კახა გოგოლაშვილი გიგი გიგიაძეზე, კიდევ ხა სხვების სტატუსებს უბრალოდ აღარც ჩავუღრმავდებით თუ აღარც გავიხსენებ სხვა ავტორებს, დარწმუნებული ვარ, რომ მაგალითად ალექსი პეტრიაშვილი ბუკა ან ნებისმიერი სხვა ყოფილი თუ მოქმედი დიპლომატი, აი ზამაინც საგარეო საქმე და სამინისტროს თანამშრომელს არ გულისხმობ, მოკლედ დიპლომატიური გილდიის წარმომადგენელი ყველა სწორ ანალიზს აკეთებს, გარდა იმ ტიპებისა, რომლებიც მოხვდნენ იმედის თუ ავისი პოზიტივის ეთერებში და რომლებიც პრინციპში ხარობენ, ერთის მხრივ აბრალებენ და ევროკავშირს უშუალოდ და ამბობენ, რომ ევროკავშირი თუ ბრიუსელი დასცილდა ევროპას, ევროკავშირის ღირებულებებს, ერთის მხრივ ამას ამბობენ, მეორეს მხრივ ტყუილზე ამბობენ იმის თაობაზე, რომ აი ჩვენ ღირსებით თუ ორ ფეხზე თუ სამ ფეხზე თუ ცხრა ფეხზე ვდგავართ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გარდა ამისა გულში მაინც ხარობენ და როგორი ტაქტიკა აქვთ, იცით, შერჩეული, ჩვენ კი გვინდოდა ევროკავშირში, მაგრამ აი ბრიუსელი რამდაღაი ცუდია და ახალი მოსკოვია, ახალი კრემლია და ასე შემდეგ და ახალი იმპერია და ასე შემდეგ, ისინი არ გვიღებენ და თუ არ გვიღებენ, ოჩენ ნუჟნა უკაცრავად რუსულისთვის, არც ჩვენ აღარ გვინდა შესაბამისად და ვიქნებით ასე დამოუკიდებელი და ვერ გაუგია
მათ კი იციან საბოლოო ჯამში, მაგრამ ვერ გაუგია იმ ამორჩეველს, რომელიც ამით ბოლდება, რომ ასე დამოუკიდებლად ცალკერძ იზოლირებულად ყოფნა, იზოლაციაში ყოფნა რეალურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მეტად და მეტად, აი ახლა ხო შემოსულია საოცრად, მეტად და მეტად შემოვა ჩვენ სივრცეში და დაიპყრობს საქართველოს სრულად მის ეხა პოეტურად ვიტყვი სულისკვეთებას, მაგრამ პრაგმატულად შემოვა თავდაცვის უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შემოსულიც არის, ეკონომიკის სამინისტროში, საგარეო უწყებაში, თავდაცვის უწყება გითხარით, მთავრობის ადმინისტრაციაში და ასე შემდეგ და მთლიანად მოხდება რუსული FSB-ს ინფილტრაცია საქართველოში, სუსში, მათ შორის უკვე შემოსულია რასაკვირველია და ისინი ისე მართავენ საქართველოს, რომ მე თავ დაღწევა, როგორც ასეთი გაუჭირდება ყველა მომავალ თაობას, ყველა ძლიერ და კარგ მომავალ მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ ერთი დაუოკებელი სურვილი და ჟინი, რომ საქართველო გაანთავისუფლონ რუსული გავლენებისაგან, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქე მამულეების ერთი ნაწილის, მდუმარე ნაწილის მიერ ვერ გაგება იმისა, რომ ერთი ადგილის კეიფის გარდა და ღვინის დაგემოვნების გარდა სხვა რამეს არის მნიშვნელოვანი ახლა აქ და ახლა მათ შორის მომავალი თაობებისთვის ეს ყველაფერი განაპირობებს იმ საშინელებას, რაც ჩვენ უკვე გვაქვს და რაც მომავალში გველის, მაგრამ ეს ყველაფერი ხო წარმოვთქვი და ჩვენ მართლაც კატასტროფაში ვართ და ამის ართქმა არ შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთი წუთი და ახლობით ამაზე ვილაპარაკებ საშინელ მდგომარეობაში ვართ განა არა, მაგრამ ახლა რა არის პატიოსანი მიმომხილველის და საკუთარ თავს ქვერისდებართვით ასეთად მივიჩნევ პატიოსანი მიმომხილველის ვალი მოცემულ ეტაპზე რომ ჩამოვიხოკო მეც სახე და ბევრის არ იყოს თქვა შემდეგი სიტყვები დასრულდა მეგობრებო, დასრულდა ყველაფერი, აღარაფერი აღარ გვეშველება, დავამთავროთ ოცნება საქართველოზეც, ევროკავშირზეც, ევროკავშირში, საქართველოზე დასავლურ სივრცეში ჩვენ უკვე დავმარცხდით, ეს არის ჩემი მისია, თუ ყველაფრის მიუხედავად როგორღაც შემოვულაწულო საკუთარ თავს და ვთქვა თავარი სათქმელი, დიახ ბატონებო, დიახ მეგობრებო, ურთულესი მდგომარეობაა. არავინ უარყოფს ამას, მეცაც გეტყვით ყოველდღიურად მძიმდება და მძიმდება ვითარება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ შემოდის FSB და ბიზინა ივანიშვილი ძლიერდება და ხდება მართლაც ბიზინა ივანიშვილიზმის და FSB შნიკების ინფილტრაცია ქართულ სივრცეში. მე არ ვიცი რამდენად მილევადია რუსთაველის გამზირის პროტესტი, მე მგონი რომ არ არის მილევადი, მაგრამ ეს რეპრესიები მართლა რთული გადასატანია, დიახ, ემოციურადაც, როდესაც იჭერენ ქალბატონ აზას, ან ქალბატონ ლეილას, ან ახალგაზრდას, ან ძველგაზრდას, ან გურამის წიბახას მეუღლეს, ან ოჯახის ნებისმიერ სხვა წევრს, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შენ ტყავიდან ძრები, შენ ხვდები პირდაპირ იმის, ხვდები რომ აი ემოციოდაც ვეღარ უძლებ ამ ყველაფერს, მაგრამ გავიდა ის ერთი წუთი და მე უნდა გითხრათ შემდეგი ამ ყველაფრის მიუხედავად ქართულ საზოგადოებას აქვს სრული შესაძლებლობა რომ დაამარცხოს ბიზინა ივანიშვილი, მას აქვს შვიდობიანად ბიზინა ივანიშვილის გასტუმრების შესაძლებლობა აქვს და ყველა პატიოსანი ვიმეორებ, ყველა პატიოსანი და შორწჭვრეტელი მიმომხილველის, პოლიტიკოსის, ექსპერტის, სპიკერის მოვალეობაა რომ გაანალიზოს ყველაფერი, რასაკვირველია თქვას, რომ უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პირველ ყოვლისა იმის გამო, რაც დღეს გამოგვიქვეყნა ევროკომისიამ და რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია ჩვენ ძალიან დიდ გოდებაში არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდ ფიქრში კი უნდა გადავარდეთ და მოღოც თვალიც უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ ეს არის სიმართლე, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვა თქვენ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა მისმენთ, ჩვენ საქართველოს თავისუფალი საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა ეს ყველაფერი არ ვიცი რამდენად 24 საათში, მაგრამ უხეშად 24 დღეში ამოვაყირავოთ, ეს ყველაფერი დავასრულოთ და მერე უკვე ნახტომებით, აი ერთ თვეში რაც კეთდება ჩვეულებრივად ის გავაკეთოთ 2 დღეში, რაც 2 დღეში კეთდება ის გავაკეთოთ 2 საათში, რაც 5 თვეში კეთდება ჩვეულებრივად ის გავაკეთოთ 1 თვეში და ასე შემდეგ და ნახტომებით ვიაროთ წინ და 2028 წლისათვის და 30 წლისათვის მით უმეტეს მართლა ვიყოთ მზად იმისთვის რომ ევროკავშირში და პარალელურად თუ მანამდე თუ შემდეგ ნატოში გავწევრიანდეთ ამასობაში მსოფლიო კონიუნქტურა როგორც ასეთი ჩვენთვის ხელსაღრელი უთუოდ იქნება, იმიტომ კი არა რომ უკრაინელებს არ უჭირთ გარშემო იქ პაკროვსკთან მძიმე მდგომარეობა აღარ აქვს ყველა შორის, მაგრამ პირობითად ვლაპარაკობ, ხო? ასაკურვილი მძიმე აქვს, მაგრამ უმძიმესი მდგომარეობა აღარ აქვს პაკროვსკთან არ უჭირთ სადღაც
სადღაც რომელიმე სოფელი არ დაეცა და მაგრამ სტრატეგიულად უკრაინა ამ პროცესში იგებს, იმარჯვებს და ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსებს მიმართავ პირველ ყოვლისა და ვიცი რომ პოლიტიკოსების ნაწილი ახლა უკრაინაშია და სულ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები უკრაინაში და მარტო ისინი არა სხვებიც ჩვენ გვჭირდება მუდმივი შეხსენება კიევისათვის რომ ჩვენს ვიბრძვით ჩვენ გვჭირდება მუდმივი შეხსენება ბრიუსელისათვის რომ ჩვენს ვიბრძვით და რაც უპირველესია ჩვენ გვჭირდება მუდმივი შეხსენებაც ალბათ სწორი სიტყვა არ არის სწორი სიტყვა მუდმივად თქმა ვაშინგტონისათვის რომ ჩვენც ვიბრძვით და ამ კონტექსტში რასაკვირველია მე არ მინდოდა რომ გავამეტავებინა პრეზიდენტ ტრამპის სრული მხარდაჭერა კონგრესმენ ვილსონისადმი რომელსაც ისი თქვენ რომ ახალი არჩევნები ელის და პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა კონგრესმენ ვილსონისადმი რომელიც თავის მხრივ გვიჭერს ჩვენ მხარს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარი აქტი როგორღაც უნდა მივაღებინოთ ალბათ სწორი სიტყვა არ არის როგორღაც უნდა მიიღოს შეერთებულმა შტატებმა სხვა მხრივად საქართველოს როლზე მისიაზე შუა დერეფანი აღმოსავლეთ დასავლეთის დამაკავშირებელი ხაზი უნდა ველაპარაკოთ ვაშინგტონს ინტენსიურად თავრობად წოდებული ბანდა რო არ ელაპარაკება ეს ყველამ ვიცით ჩვენ უნდა ვუთხრათ რომ ჩვენ ზადავართ იმისთვის რომ ამერიკული ინტერესი როგორც ეს დასავლური ზოგადად მაგრამ ამერიკული იყოს გათვალისწინებული და დიდი ბიჭები რო დაცხდებიან აუცილებლად პუტინი თუ იქნება ის ოხერი და ბოროტიკაცი დონალდ ტრამპი სხვები და დაიწყებენ ლაპარაკს თემაზე როგორ არასწორი სიტყვაა მაგრამ მაინც როგორ გადანაწილდეს ხო მაინც არასწორი სიტყვაა მაგრამ გიბოდიშებთ ანუ ვინ სად არის აი ამ ღირებულებათა პასიულობათა ომში რუსთაველის პროტესტის ამიტომ არის ერთ-ერთი მისი ფარული თუ ღია მისია ეს არის რომ ჩვენ ღირებულებათა ომში ვართ თავისუფლების მხარეს ამას ვადასტურებთ ამ რუსთაველის პროტესტით და როცა დიდი ბიჭები დასხდებიან იქ ტრამპმა იქნება თუ დასავლეთმა ზოგადად უნდა თქვან რომ საქართველო იბრძოდა საქართველო ამ ჯოჯოხეთურ იმპერიას უპირისპირდებოდა ასე რომ პატიოსანი მომხილველის ვალი ფუნქცია მისია რა ვიცი რაც არის ისიც არის ყველაფერთან ერთად რომ რასაკვირველია ობიექტურ რეალობას ევროკავშირის განცხადებას ევროკავშირის ამ ანგარიშს ევროკომისიის ამ ანგარიშს რასაკვირველია თვალი უნდა გავუსწოროთ რასაკვირველია ყველამ უნდა თქვათ ის რაც გვითხრეს რომ ჩვენ აღარა ვართ პრაქტიკულად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ რომ ხალხო არ დაიღალოთ ვინაიდან თუ დაიღლებით ეს ანგარიში კი არ იქნება საერთოდ აღარ იქნება საქართველო როგორც სახელმწიფო ნახვამდის